ადამიანი ებრაელია. იებრაელე. კაცობრიობა ხომ დედამიწის ზურგზე ბრაილის შრიფტით დაწერილია და მას გაწაფული თითებით კითხულობს, უსინათლო ბრმა დრო. იებრაელე, გულის სიღრმეში მაინც აბრიალე, შენი სხვებისგან განსხვავებულობის, ალი და ცეცხლი, კოცონი და ხანძარი, რომელშიც დრო იწვის, წლებად დახერხილი, თვეებად დაპობილი, კვირებად დაჩეხილი და დღეებად დანაფოტებული დრო. ადამიანებს არ უყვართ სხვები, ადამიანების სხვებს ეჭვის თვალით უყურებენ. ადამიანები სულ მზად არიან, რომ გაიმეტონ სხვები და ყოველ ერთ ცალ ადამიანში მთელი კაცობრიობა ცხოვრობს. და ყველა ერთი ცალი ადამიანის უდიდესი ნაწილი გამოქვაბულში ცხოვრობს, ცხოვრობდა და ალბათ იცხოვრებს. და გამოქვაბულის ბინადარ ტომს ეჯავრება მეზობლ გამოქვაბულში. დასახლებული სხვა ტომი და დრო მაინც მის გასაწყვეტად იფშვნეთ ცხელებს. იებრაელე. ებრაელები თავიანთი წეს-ჩვეულებების მიხედვით ცხოვრობდნენ სხვა ხალხებს შორის და გაურბოდნენ ასიმილაციას და ამიტომ სხვებად რჩებოდნენ მათთვის. იებრაელე, რომ შენც მისდიო შენს წეს-ჩვეულებას, რომელიც სხვებისთვის სხვად გხდის. განცალკევების წიაღისეულიდან იბადება, გამოიდნობა და ყალიბდება ის ადამიანი, რომელიც გამოქვაბულში აღარ ცხოვრობს და მასში დაბრუნებას აღარ აპირებს. ხომ ცნობილია, რომ გენების ამბავში ადამიანს შიმპანზისგან ძალიან ცოტა, სულ რაღაც 2% განასხვავებს. კიდევ უფრო ცოტა ადამიანში ის, ვინც არ ცხოვრობს და აღარ იცხოვრებს გამოქვაბულში, და თუ მხოლოდ მას, ადამიანში ამ უმცირეს დავარქმევდით ადამიანს, უნდა გვეთქვა, რომ ადამიანი ებრაელია სხვა ტრადიციულ, ანუ ძველებურ ადამიანებს შორის. ადამიანი ებრაელია, ასეთ ებრაელად ცხოვრებას მიჩვეული ვარ და სრულებით სამართლიანად, სწორედ ასეთი ცოტა მედიდური ღვთის ბროლის ებრაელობა მბრალდება და საათები იწვის დროის ბურბუშელებად და დაცინვა ის სალესი ქვა, რომელზეც მკვლელობის დანა ნელა ილესება. და საქართველოში ებრაელს ზიზღიანი და მცინაობით ეძახდნენ ყიურს და ურიას, ასე რომ, რადგან საქართველოში ცხოვრობ, გარემო იმისთვის იდეალურია, რომ ადამიანმა იებრაელო. ქალი ხარ და შენი მსუბუქი ქუსლები შენი სიარულის ტუჩებია. იებრაელე. და მე თუ მედიდური მთის ბროლი ვარ, შენ ხარ ღამის თვალი ამეთვისტო, ოღონდის ამეთვისტო კი არა, რომელსაც ლორწოვანი ოფიციალური ქართული კულტურიდან ამოზრდილმა ერთმა ქართულმა ლორწოვანმა ფილმმა გაუთქვა სახელი. არამედ შენ ხარ ნამდვილი ამეთვისტო, შენის თვალი ხარ, რომელსაც დრო გაახელს ხოლმე, რომ ზერითად შეამოწმოს, თუ თითებმა სწორად ამოიკითხეს ბრაილის შრიფტით, მიწის ზურგზე წარწერილი კაცობრიობა და შეუგუებლობის საცრით კმაყოფილი ხალხის ქათოსგან წმინდა ფქვილად განგვაცალკეოს ჩვენ გულის სიღრმეში მაინც ებრაელები და მერე რა კი არა, ჩვენთვის მათ მიერ უნებურად ნათქვამი კომპლიმენტია, თუ უგულებელყოფის, ათვალწუნების, ბასრით დაცინვის მეცსა და უკეთეს ჩვენთვის არ გამოიმეტებს ამათი კულტურა და საზოგადოება ისტორიის ტანზე წამოზრდილი ხავსად, რომელსაც ზედ ლოკოკინების წებოვანი კვალი ემჩნევა. ჩვენთვის ქათინაური კი არა, ხმამაღალი კომპლიმენტია, თუ ჩვენ ისე დაგვივიწყებენ, როგორც რომ წარჩინებული ქართველი დედაკაცი ფეხის ფრჩხილებს თავისი ხელით იქნიდეს. ჩვენ უცნაურად შევხვდით ერთმანეთს, მთის ბროლი და ამეთვისტო, მე მწყურვალი და მშიერი ვარ, შენ კი მუხლებად პური და ღვინო გაქვს. დაალევინე, დააპურე, მოდი და ხელად აამეთვისტომს. იებრაელე.
עם ישראל חי.